ოდესმე ხსმენია თუ არა ჯილდაობის შესახებ. და თუ არა, იცოდეთ რომ ეს არის უძველესი შეჯიბრი ძალიან ძიმე ქვისაწევაში. და ეს ტრადიცია შემორჩენილია საქართველოს ერთადერთ კუთხეში, სვანეთში. და აი, სწორედ იქ ვაპირებ წასვლას. მაგრამ სვანეთამდე მე ქუთაისში ვესტუმრები საქართველოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტულის მქონე სპორტსმენს, კოტე ჯანაშიას. და მასთან ერთად თებში გავემგზავრებ. ქართული ტრადიციული თამაშობები. ჯილდაობა. კოტე, ჩამომითვალეთ თქვენი ტიტულები. ევროპის ორგზის პრიზიორი, სოფლიოს ორგზის პრიზიორი და სოფლიო რეკორდსმენი. Well, taking a break. Doesn't look like he's given up. Straight into the next one. Wow, that's 4. That's one shy of the world record. Yes! That's pleasure, isn't it? Well, a joint world record now. 5 reps at the deadlift for Janashia. ეს რეკორდები რაში დაამყარეთ? ეს უშუალოდ შტანგის ამოწევა წელამდე, deadlift ეგრეთ ძახიან და მეორე ჩემოდნების გასეირნება ხია ეგრეთ. ფერმერის გასეირნება ჩვენ ენაზე რა. ეგ რას ნიშნავს ფერმერის გასეირნება? აი ორი სიმძიმე კი გავია ხელში ერთი აქეთ და რაღაც დისტანცია უნდა დაფარო გარკვეული კილოგრამებით რა. და დაფარული მაქვს 200-2.5 ერთი ჩემოდანი 405 კილოგრამი გამოდის ჯამში. რამდენი მეტრი გაიარე? 20. შთამბეჭდავად გამოიყურება. რატომ არის თქვენთვის ეს სპორტი ასეთი მიმზიდველი? მიმზიდველი იმიტომ რომ ძალიან რთულად შესასრულებელი მოძრაობებია. ყველაფერი არის გართულებული, ყველაფერი არის მიზღავსებული იმას, რომ უნდა იყოს რთული. იმიტომ ქვია ჩვენ სპორტს უძველეს მამაკაცს, ასე რომ ძალიან მაგარი სპორტის სახეობა. საქართველოში არის ასეთი უძველესი ასპარეზობა, რომელსაც ქვია ჯილდაობა და ძალიან გავს სტრონგმენების პროფესიას. ეს არის ასპარეზობა ძალიან ძიმე ქვისაწევაში. თუ მიგიღია მასში მონაწილეობა? მონაწილეობა არ მიიღია. რასაც მე ვხედავ, აი ჩვენს უკან არის ასევე ქვები. მაგრამ ეს არის გვალი ქვა და სვანეთში რაც არის, ის არის რიყის ქვები, რომელსაც ექნება უფრო უსწორმასწორო ზედაპირი. მე ვფიქრობ, ის უფრო რთული ასაწევი იქნება. არ გამიჭირდება. აი ახლა სულ ცოტა ხანში 28 ივლისს სვანეთში იმართება ეს დღესასწაული და მე გთავაზობ წავიდეთ იქ და მიიღე მონაწილეობა. წავიდეთ ვიჯილდავთ. მაშასე მე და კოტე მივდივართ სვანეთში, სადაც იქნება უძველესი ტრადიციისა და თანამედროვეობის შეხვედრა. აი ამიტომ მიყვარს საქართველო. ჩვენი სერიალის სპონსორია ლიდერ სპორტი. მათი დახმარებით ვცდილობთ ძველი ქართული ტრადიციული თამაშობები გაგაცნოთ. დაახლოებით ახლა ვარ ჩვენ 1800 მეტრის სიმაღლეზე და კიდე ავდივართ მაღლა. კოტე, ხომ არ დაიღალე ცოტა? კი, ცოტათ. დავღლელი არის გზა. კი, რთული გზაა ძალიან და ღმერთის მადლით ავართ. თავარია ახლა რა მისიაც გვაქვს, ის მისია შევასრულოთ მაღლა რო ავალთ. ეგ არ იქნება პრობლემა. თავარი ავიდ. გადამდებია შენი ოპტიმიზმი. კი, აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს ძველი ტრადიცია, რასაც ქვია საჯილდაო ქვისაწევა, არის უფრო ძველი, კიდე ვიდრე ეს ეკლესია. ეს ჩემი აზრით არის ქრისტიანობამდე ხანის ასპარეზობა. და რაც მთავარია ჩემთვის, რატომ არის სვანეთი ასე მნიშვნელოვანი და ასეთი ძვირფასი, რომ აქ ხალხური ტრადიციები და ქრისტიანული რელიგია იდეალურად არის ერთმანეთთან შერწყმული. ეს ეკლესია აგებულია ივლიტასა და კვირიკეს სახელზე და არის სვანეთში მთავარი თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი მაინც.
როდესაც ბალზე მოცვანა ჩვენ მიიღოთ ყველაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, მაშინ აქ იკრიბებოდნენ აქაურები. ეს იყო ლაშქრის შეკრება, ეს იყო დალოცვა თუ ფიცის დადება. წარმოიდგინეთ, აქაურობის ცოდნით ეკლესიაში ინახება იერუსალიმიდან ჩამოტანილი ის მიწა, რომელზეც დაღვრილი იყო ქრისტეს სისხლი. ასევე ამ ტაძარში ინახება ხატი, რომელშიც ადრე მოთავსებული იყო იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც გააკრეს ქრისტე. აი ახლა, რასაც უყურებთ, ეს კი არის გვარების დალოცვის ხალხური რიტუალი. ხვდებით ხო, როგორი საკრალური ადგილია. კოტე, აი მოვედით ჩვენ იმ ადგილას, სადაც უძველესი ქართული ტრადიციული ასპარეზობები იმართებოდა. ძალიან არის დაკავშირებული სხვათა შორის თქვენი სპორტი ისტორიასთან და ამაზეც მინდა ორი სიტყვა მითხრათ. რაც შეეხება ამ ტრადიციას, რა ვიცი, ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და დიდი სიამოვნებით შევეცდები მეც გავაკეთო და ჩემ სპორტთან ასოცირდება, იმიტომ რომ ჩვენთანაც არის ქვების აწევა, სავიზიტო ბარათია ჩვენი სპორტის ეს ქვები და აქ როგორც გავიგე 139 კილოზე თავდება ბოლოქვა. მე რაც ვიცი, როგორი წესებიც არის აქ არის სამი ქვა, ერთი არის დაახლოებით 50 კილომდე იქნება, რომელიც უნდა აწიონ ქალებმა და ვინც აწევს მას აქვს განსაკუთრებული მადლი და გავლენა სვანეთში. მეორე ქვა ეს ამდენი კილო იქნება და ხდება ალბათ 100 სადღაც ეგრე რა. 100 კილომდე. ora. ეს არის ჭაბუკების ესე ვთქვათ, ხო? და შემდეგ არის უკვე ეს ყველაზე მძიმე ქვა, რომელიც არის როგორც გვითხრეს 139. 139. ერთი არის რომ უნდა აიღო და გადააგდოთ ხარს უკან და მეორე არის რომ მიხვიდეთ ეკლესიის კარამდე, კედლამდე და ისევ აქ დააბრუნდოთ. რომლისთვის ხარ დღეს მზად? სიარულს არაფერი არ უნდა, უბრალოდ ვეცდები რომ ორჯერ ავწიო. შემდეგი უსურველი აბა თუ არის
ტოტე, როგორი არის წარსულთან შეხვედრა? ემოციურად ძალიან დატვირთული და რაღაცნაირად სულში ჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი, რომ ვიცი რომ ამ ქვას ეხებოდნენ ჩემი წინაპრები, არ მაგარი გზნობაა რა და საერთოდ ბუნებრივი ქვების აწევის სურვილი მქონდა და ის შეგრძნებები რას დღეს მივიღე რა ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ ვაქა. დიდი მადლობა მინდა უთხრა სვანებს, რომლებიც ასე უფრთხილებიან თავის ტრადიციას. ამოდი ხარ სვანეთში და გრძნობ შენი ქვეყნის ისტორიას. ეს არის ზუსტად თანამედროვეობის და წარსულის მყარი კავშირი.